დღეს თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის სასჯელ სიხდის ისე როგორც 1927 წელში ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი და დიდი ლიტერატურის ზვიად რატიანი დღეს სასჯელ სიხდის პატრიოტული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული წარმომადგენელი ბეკა ქურხული გუშინ საპყრობილე დატოვა ზვიად პარაცხელიამ ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა გამომცემელმა ციხეში ზის ანდრო ჭეჭინაძე მსახიობი და ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა აი ამ შენობაში მყოფი ადამიანები პირველ რიგში უნდა იყვნენ მათი დამცველები სამწუხაროდ ამ შენობაში ყოფი ადამიანები პირველ რიგში აი ამ წუთას იცავენ კონკრეტული პარტიის და მისი აბსოლუტურად არაოფიციალური წარმომადგენლის ვინმე ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ისინი იღებენ ქართული საზოგადოებისგან ხელფასს და უნდა დაიცვან ქართული საზოგადოება აი ამიტომ ვარ მე დღეს აქ რომ რაღაცნაირად მათ სულ ცოტათი მაინც შეწუხდნენ ოდნავ მაინც რომ რაღაც იქ არ არიან და იმას არ ემსახურებიან რასაც უნდა ემსახურებოდნენ იმიტომ რომ დღეს ეს საოკუპაციო ძალა რომელიც დღეს ხელისუფლებაშია მოსული პირველ რიგში გაანადგურებს ქართულ კულტურას რაც აი უმძიმეს შედეგებს მოიტანს ქართული საზოგადოებისთვის